ნეტა მართლა მასე მოწმდებოდეს და სხვისი გაფუჭებულის ჩვენ გადახდა არ გვიწევდეს. მოგესალმებით Detailing Garage-დან. დღეს პატარა საინტერესო ვიდეო შემოგთავაზებთ და ერთად გავიგებთ რეალურად ცენტრის ახალი ავტომობილი არის თუ არა უდეფექტო ჩვენთვის. პირდაპირ ცენტრიდან Toyota RAV4 2026 წლის მოდელი მოგვიყვანა მე პატრონემ იმისთვის რომ დაიცვას და გადააკრას სულ ძარაზე დამცავი ფირი. მისი თქმით ეს მანქანა არის უდეფექტო, უნაკლო, სულ ახალი, არც პოლირება სჭირდება და პირდაპირ გამზადებულია იმისთვის რომ დამცავი ფირი გადავაკრათ. რადგან ახალი. მაგრამ რეალურად ჩვენ გვიწევს რომ ჩავიბაროთ მანქანა რომელიც არის ასეთ მდგომარეობაში. გაურეცხავი, ხის არ ვიცი რაღაც ფისი წიწვები, სხვადასხვა დაბინძურებები და სიჭრელეები. არ გაგვირეცხავს, არ შეგვიმოწმებია და წარმოდგენა არ გვაქვს რეალურად ეს მანქანა მართლა არის თუ არა უდეფექტო. დღეს მე თქვენთან ერთად შევამოწმებ ამ ავტომობილს, გავრეცხავ დეტალურად და ერთად შევაფასოთ არსებული ძარის მდგომარეობა. რამდენად არის სულ ახალი, უდეფექტო და უნაკლო ავტომობილი რეალურად მასზე. ჩვენი არც თუ ისე პატარა გამოცდილება გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ შესაძლებელია კონდეს ამ მანქანას რაღაცა მცირე დაზიანებები. რაღაც ნაკაწრი, რაღაც კვალი, რაღაც ლაქა, ისეთი რომლის გამოსწორებაც შეუძლებელი იყოს. ან შესაძლებელი ამის გამოსწორება ძალიან მარტივია, მაგრამ ეს იქამდე უნდა აღმოვაჩინოთ, სანამ ჩვენ ამ მანქანას სერვისს გავუწევთ. თუ ფირის გადაკვრის მომენტში ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ მანქანას რამე დაზიანება ქონია, ამის მსგავსად, ნახეთ აქ გახაზულია. ამას ვერც პოლირება უშველის. და ვერც ვერაფერი გარდა იმისა, რომ რაღაცა დროებითი გამაშავებლით ან ნანოკერამიკით ეფექტი აღუდგინოთ. ძალიან მცირე ნახაზია, მაგრამ ისეთია რა, არ გსიამოვნებს. თუ ჩვენ ამას აღმოვაჩენთ იქამდე, სანამ ჩვენ საქმეს დავიწყებთ, ჩვენ მოვიხსნით ზედმეტ პასუხისმგებლობას. თუ მაშინ აღმოვაჩენთ, როცა ჩვენი საქმე უკვე დაწყებული იქნება, აი ესეთი რაღაცეები შეიძლება რომ ჩვენ შევიტანოთ. მსგავსად ამ დაზიანებისა შესაძლებელია ავტომობილს ჰქონდეს სხვა ასეთი მცირე ან უფრო დიდი დაზიანები. ამიტომ არის აუცილებელი გენერალური შემოწმება ავტომობილის იქამდე სანამ რაიმე საქმეს დავიწყებთ. და ჩვენთან ყველა ავტომობილი არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ცენტრიდან მოყვანილი თუ მეორადი მანქანა, გადის დეტალურ შემოწმებას იქამდე სანამ რაიმე საქმეს ვიწყებთ. ნეტა მართლა მასე მოწმდებოდეს და სხვისი გაფუჭებულის ჩვენ გადახდა არ გვიწევდეს. ამასობაში შეგახსენებთ, რომ ჩვენი YouTube არხის გენერალური სპონსორია Slebet.G, ითამაშეთ დედის ტყნამდე. თუ თქვენს გსურთ ახალი მანქანა, ჩარიცხეთ Slebet-ზე თანხა, ითამაშეთ, წააგეთ და ჩვენ ვიყიდით ახალ მანქანას. ისეთ მანქანას დაგათვალიერებინებთ, როგორიც ჩვენ ჩავიბარეთ და მივიღეთ. აი ესეთ მდგომარეობაში გაურაცხავი ბინძური, დაყრილი რაღაცეები, მოკლედ ასეთი. როგორც კი ავტომობილს გავრეცხავთ, ერთად შევამოწმოთ და ვნახოთ რამე დაზიანებები აქვს თუ არა მანქანას. დიდი იმედი მაქვს, რომ აი ამ პატარა გასმულის გარდა არაფერი არ იქნება. Yeah. Pop in, burning like this, ain't checking my wrist. Third is my shift. Rolling all night like flex. We look at the clips, these credits are lit. Stacking miles, I'm far away from home. I got what I wished for. Taking that risk, I'm checking my list. Marathon man, it's run legit. Can't let it slip when it's all in my grip. Talking too much, he probably not it. All that I did, calls I missed, time I spent. Yeah, that's that blood, sweating my love. Taking that tug out of the mud. Rough only get picked up like a truck. Went in the clutch, that is a must. Wake up, get to it, ain't nothing about it. The only way to it is to it, no way around it. Avoid it, we cruising like the Caribbean with mileage. I'ma always be solid, I'm a young brother with knowledge. Go do the science, dog. Always I'm like a pilot, dog. Look at my eyes, I'm tired, dog. The time that it takes, I made for the space. Gotta build my empire, dog. I make sales, not a buyer, dog. You don't compare, he a liar, dog. Stack it up till it can't fold, I just did 10 in a row, I just did 10 in a row, I just did 10, gotta go, Stack it up till it can't fold, I just did 10 in a row, I just did 10 in a row, I just did 10, gotta go, 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 go.
Get off your phone, can't sit at a green light. Look how that shine reflect like a ring light. This is my podium, talking to 3 mics. I'm not no Brennan, have made the team winning. If I said it, you know that I'm in it. They tryna live on the corner, I bend it. Can't take those chances, ain't talking about bend it. When they too lazy, they talking like. მოკლედ მანქანა გავრეცხეთ და გადმოინაცვლა უკვე ფირის გადაკვირისთვის განკუთვნილ სივრცეში და სანამ ჩვენ გადაკვირას დავიწყებთ, მანამდე ავტომობილი დეტალურად უნდა შევამოწმოთ. ეს ჩვენ უკვე გავაკეთეთ და ვნახეთ არაერთი წვრილი ნახაზები, რომელსაც ჭირდება აუცილებლად პოლირება, რომ ფირის გადაკვრის შემდეგ გქონდეს ხარისხიანი და კარგი ნამუშევარი. მე თქვენ დაგათვალიერებინებთ კაპოტის ზედაპირს, სადაც სავარაუდოდ ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ფირი ეკრა მანქანას და ამ ფირის აძრობის შემდეგ დაიტოვა სხვადასხვა ზომის ნახაზები. რაღაც ადგილებზე ფირის დარჩენილი წებოც კი აქვს. აი ესეთ ადგილას დააკვირდით, აქ ნახეთ, ვიღაცამ რაღაცა უხახუნა, რომ ეს გაეწმინდა. ასეთ ნახაზები მანქანას საკმაოდ ბევრი აქვს. აი კიდევ ერთი ნახაზი აგერ აქ აქვს. აი აქედან ჩამოსდევს რა ასეთი ზომის ნახაზი. აქ უფრო კარგად ჩანს. მცირე ნახაზი აქაც. ესა სარკის ხუფი, რომელზე ძალიან ბევრი ნახაზია. ოღონდ მთლიან მანქანაზე ასეთი ნახაზებია. ეს დეტალი არის შავი და მაგიტომ ჩანს ამდენი. აი მოდი კიდე ერთი ნახაზი აქ არის. რომელიც არც თუ ისე პატარა. გაწმენდით არ მოცილდა მანქანას გაუცხიმოვნებაც გაკეთებული აქვს, ამას ჭირდება პოლირება. რამდენად ღრმა პოლირება, ამას წინასწარ ვერ გეტყვით, გამოჩნდება პოლირების პროცესში. კიდევ ერთი შავი პრიალა დეტალი, რომელზეც გონია რომ ძალიან კარგად გამოჩნდება თუ განათებას მივანათებთ მას. მოკლედ, ამ მანქანას ძალიან მცირე და პატარ-პატარა დაზიანებები აღინიშნება. ეს ვიღაცისთვის საერთოდ არა დაზიანება და არც რამე პრობლემა არ არის. მაგრამ ჩვენი თვალიდან დანახული, ეს დაზიანებები, რა ვიცი, არ არის პატარა და არ შეგვიძლია ასეთ რაღაცაზე თვალის დახუჭვა. ჩვენ ახლა ამ დაზიანებებს შევუთანხმდეთ მოხმარებელს, ვეტყვით რომ ამ მანქანას ჭირდება პოლირება, იმისთვის რომ გადაეკრას ხარისხიანად და უნაკლოდ ფირი და დასტურის შემთხვევაში დავიწყებთ ამ მანქანაზე ფირის გადაკვირას. ამ ვიდეოს მიზანი იყო ის, რომ ადამიანებში აგვემაღლებინა მანქანის შემოწმების კულტურა. როგორც წესი, ცენს დიდი სანდოობა აქვს და სულაც არა ეს ცუდი, მაგრამ ასეთი რაღაცები ხდება, რომ ცენში ავტომობილს მე პატრონი არ ამოწმებს, იქ რო გაპრიალებული რაღაც გავაქსული, დაპოლირებული, დაკერამიკებული მანქანა დგას, ვიზუალურად ძალიან კარგია და დეტალურად არავინ არ ამოწმებს და როდესაც მოიყვანენ დეტეილინგ ცენტრში, იმიტომ რომ გადააკრან ფირი, იმიტომ რომ გაუკეთონ ხმა და ვიბროიზოლაცია, ან დაბურონ მინები, ან ისეთი რაღაც სერვისი გაუკეთოთ, რაც ახალ მანქანას ჭირდება იმისთვის, რომ საომავლო დაზიანებებისგან დავიცვათ და ჩვენთან გაყვანის შემდეგ აღმოაჩენთ ხოლმე ასეთ რაღაცებს, პრეტენზია და პრობლემა მოდის ჩვენთან. ჩვენ კიდე ისე მაგრად გავიწაფეთ ამ ახალი მანქანების შემოწმებაში, რომ ეს გაწაფვა დაგვიჯდა ძალიან ბევრი ფული, ნერვიულობა, უსიამოვნება ჩვენ მომხმარებლებთან და დღეს უკვე ვისწავლეთ ჭკუა. კარგად ვამოწმებთ მანქანებს იქამდე, სანამ ხელს მოვკიდებთ და რაიმე სერვისის გაწევას დავიწყებთ. თუ თქვენ ავტომობილს რამე დაზიანება აღენიშნება, თქვენ მაშინვე გეცოდინებათ, როცა ჩვენთან სერვისზე დატოვეთ მანქანას. მოკლედ, ჩვენ ამ მანქანას გადავაკრავთ საუკეთესო დამცავ ფირს მთელ მსოფლიოში. ესაა სტეკის დინოშილდი და უნაკლოს ჩავაბარებთ ჩვენ მომხმარებელს. თქვენ კი გისურვებთ, რომ ბევრი ახალი მანქანა შეგეძინოთ და თუ შემოწმება გეზარებათ, ეგ საქმე ჩვენ მოგვანდეთ. ადამიანებს მივაწოდოთ პოტენციურ ან შეიძინა ან შეიძენს ან რა არა ბიჭო დაახარე მოკლედ თქვენ აი, კაი,